დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 2 ივნისია, ორშაბათი ეთერში ერთსულოვნების დილა კახამქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ყველას, მადლობა რომ გიყურებთ, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ აუცილებლად მინდა ჩვენი დიდი სიხარული გამოვხატო ხუჭა კვარაცხელიას ამ საოცარი წარმატების მიმართ, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნის გუნდი იყო, მაგრამ შეგრძნება იყო რომ ჩვენი გუნდი თამაშობდა და მადლობა მას, მადლობა ამ სიხარულისთვის. გასულ წელს ამ დროს დაახლოებით ვემზადებოდით უკვე, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზა ჩვენ ბიჭებს და გაერთიანებული იყო და წელს უკვე ხვიჩამ თავის წარმატებით მოახერხა და ხვიჩა ამ მგონი არის მაგალითი იმისა, რომ შრომას, მიზანდასახულობას შეუძლია რომ ოცნებები აღხდინოს, მისი ოცნება იყო და უსურვოთ დიდი წარმატება ამას და ჩვენ სპორტსმენებს, ჩვენ ბიჭებს რამდენიმე დღეში თამაშები აქვთ. ახლა მოვისმინოთ საეკლესიო კალენდარი და შემდგომ ანონს გაგაცნობთ. 2 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ზაბულონს და სოსანას, წმინდა ნინოს მშობლებს, წმინდა მოწამეებს თალალეს, ალექსანდრეს და ასტერის, წმინდა მოწამე ასკალონის. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავ დღევანდელი წმინდანების სცენებას, რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას. პირველი თემა იქნება ცოდვა და მისი განცდა ადამიანის ცხოვრებაში. სასაუბროთ კი ჩვენთან მოგზაურდება გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარეგიძე. დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის შესაქმნელად. თუ როგორი უნდა იყოს ეს გმირი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ზოგადად ვის აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, უფრო მეც რა თქმა უნდა ჩვენი სტუმრისგან შევიტყობთ. ამ ყველაფრის შესახებ კი დეტალურად მოგვიყვება ნატა სულთანიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი. უსინათლო ადამიანებისთვის პირველი ქართულელოვანი ხმოვანი მაჯის საათი შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა და თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთება დავით ბიბილეიშვილი, სტარტაპ XSA-ის დამფუძნებელი. საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ, დართით ჩვენთან ერთად. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი და შევიტყოთ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. დილამშვიდობისა და გულწრფელად. მადლობა სტუმრობისთვის. სამშვიდობიან დღეს გისურვებთ. ცოდვის განცდაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ დღევანდელი თემა ცოდვის განცდა და ალბათ პირველი რაც თავში მოგდის ეფრემასურის ლოცვა მომანიჭია მეუფალო განცდა თვის და ცოდვად. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ძიმე მდგომარეობა არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს და წაგვიკითხავს ბევრგან რომ როცა ადამიანს არ აქვს განცდა და ბევრ ადამიანს ხვდებით ჩვენ რომ აი რა ვთქვა ახსარებაში რაც არ მაწუხებს. თუმცა სანამ ცოდვის განცდაზე გადავალთ, ცოდვა რა არის, ამ ეს თქვათ, რომ მე იმის განცდა გაგვაჩნდეს. მოკლედ ვიტყოდი რომ ქრისტიანობის საწყისი არის ზუსტად ეს, რომ ძველი აღთქმის ქადაგებას იოან ნათლისმცემელი ამით ასრულებს, შეინანეთ რამე თუ მოახლოებული არის ცათასასუფლებელი და ახალი აღთქმის ქადაგებას მაცხოვარი ამით იწყებს, რომ ესე იგი შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია ცათასასუფლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, აი პრობლემა დავაყენოთ უბრალოდ და მე ამ პრობლემის გადაჭრისკენ წავიდეთ. დღევანდელ ქრისტიანებს ორი ფაქტორი გვიშლის ხელს, რომ განვიცადოთ საკუთარი ცოდვა. და მე ცოდვასაც მიხვდებით რა არის. პირველი არის ის, რომ ეკლესიის ისტორიის მანძილზე ეკლესიის რიგებს ავსებდნენ მუდმივად ადამიანები, რომლებიც აი შინდელი შედარებითაც და დღევანდელი შედარებითაც აი გაჭირვებული ადამიანები იყვნენ, ანუ სოციალურად კიდე ამით, ანუ დაჩაგრული ფენა იყო ასეთი. და ეს მუდმივად აინახე წუთისოფლისგან მოყენებული გარკვეული ზიანი, რომ მე ეს არა მაქვს, ის არა მაქვს, მე მაწყენინეს, მე მდევნიან, მე ეს. აი ეს არის ძალიან, ანუ ბოროტისგან გამოყენება ხდება ამისი, რომ ადამიანი იმდენად დაჩაგრულად გრძნობს თავს, რომ მე უჭირს იმის თქმა, რომ აი რაღა შევინანო, დატანჯული ვარ ისედაც გამიგე და ისედაც ამდენი წუხილი და ამდენი ტკივილი გაჭირვება მაქვს თქვა ოჯახში ესეთი, ანუ გარკვეულწილად წუთისოფლისგან მოყენებული ზიანი ხშირად უშლის ადამიანს ხელს და ანუ როგორ გითხარით ფარდისიქით ტოვებს საკუთარი სინანულის განცდას და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ იძლიოს რომ ადამიანებმა ვიცოდეთ რომ აი მე შევეხები ზუსტად ამასაც რომ უნდა შეძლო მაგ ყველაფრისგან განთავისუფლება და საკუთარ თავში ჩახედება და განცდა იმისა რომ ჩემი მდგომარეობა, სულის მდგომარეობა როგორი არის, ანუ სინანული უნდა შეგეძლოს ადამიანს ნებისმიერ ვითარებაში, რაც არ გინდა ხდებოდეს შენს თავს, აი სურო კიდე გეუბნები, აი ძალიან სამწუხაროა ხოლმე ამაზეც ნათქვამი მაქვს, აი დედას რო შვილი გარდაგეცვლება, ეს ხო ძალიან მძიმე ასატანია ხო, მაგრამ აი ვეუბნები ხოლმე რაღაცა პერიოდი კი ბატონო ძნელია, მაგრამ უნდა ისწავლო მიუხედავად ამ ტკივილისა, მაინც სინანული გქონდეს, იმიტომ რომ სინანული თუ არ გექნება ადამიანს საკუთარი განცდებისა და რამე მომხდარი ამბავი შენ აი ამ უნარს დაგაკარგინებს და პარალიზებას მოახდენს ამ უნარისა რომ შენ შეძლო ნებისმიერი ვითარებიდან განთავისუფლდე მარტო დარჩე და საკუთარ ცოდვაზე და საკუთარ მოკლედ შინაგან სულის მდგომარეობაზე გლოვა შეძლო ეს ცხონებას მოაცილებს ადამიანს ხო და მეორე რაც არის ანუ მეორე ფაქტორიც გვიშლის ხოლმე ხელს ეს არის ჩვენ ვართ მუდმივ ბრძოლაში ანუ აი მუდმივად როგორც გითხარით რომ ჩვენ რაღაცა თითქოს გვეწინააღმდეგებიან და ჩვენ ვიბრძვით სიმართლისათვის იმით და აი ძალიან ძნელია ხოლმე და რთულია როდესაც ხმალამოღებული იბრძვი ადამიანი ზოგადად რაღაცისთვის მე მობრუნდე და შეხვიდე შენს მოკლედ საუნჯეში და იქ მოკლედ სინანულის წრემლი დაღორო აი ესეც რთული ორი რთული მდგომარეობა გვაქვს ვიტყვი რომ პირველ მდგომარეობაში უმეტესად ჩვენი ერი არის თქვა აი მრევლი არის რომელიც ხო გეუბნებით უდიდესი ნაწილი დღესაც კი ანუ ჩვენი მრევლის ქრისტეს ეკლესიის სამრევლო რიგებს ავსებს ესეთ სოციალურად და ისე რომ თქვა რაღაცა ადამიანები და მეორეს ენიგვჭის სასულიერო დასს ანუ ამიტომ რაღაცა იქ წინ ვარ თითქოს სასულიერო დასი ავანგარდში არის ამ ბრძოლისა და
მე პირადად ჩემ მაგალითზე გეტყვით, რომ მე რთულდება, აი, როდესაც გარკვეულწილად რაღაცა ესეთი აი წუთის სოფლის სულისკვეთებასთან იბრძვი, არა მხოლოდ შენთვის, არამედ სამწყსოსთვის, ეკლესიისთვის რაღაცა, მე აი ეს მომენტი თითქოს გამართლებას გაძლევს, რომ აღარ შებრუნდე საკუთარ თავში და საკუთარი ცოდვა აღარ იგლოვდა. აი ეს ორი მომენტია, რომელიც ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს გავითავისოთ, რომ ანუ არანაირი წუხილი და მწუხარება, არანაირი დევნა, არანაირი შევიწროება, არანაირი გასაჭირმა და არანაირმა რაღაცა ბრძოლამ და ესეთი მან არ უნდა მოგწყვიტოს ჩვენ ყველაზე მთავარს, რომ აი როგორც უფალი ძაღლი, როდესაც ლოცულობო შედი შენ საუნჯეში, იმეტრიალდი და მოკლედ იქ ღმერთთან მარტო დარჩენა, ყველანაირი ტკივილების გარეშე, გარეგნული იმის გარეშე, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს აუცილებლად. ეხლა ეს რომ მოვახერხო, როგორ უნდა გავაკეთო, აი როგორ შეიძლება რომ როგორ ამდენ რაღაცაზე ვილაპარაკეთ, როგორ შევძლო ეს ყველაფერი და პირველი ანუ იმის garaშე რომ ადამიანს უნდა რომ ცხონდეს. აი ცხონება თუ მისი პირველი მიზანი არ არის ყოველდღიურობის შეუძლებელია ეს გააკეთოს. აი ადამიანს რო კითხო პირველში რა გინდა? აი დღე რო დაიწყება რო კითხო აი რა გინდა, ხო? აი პირველი აზრი უნდა მოსდიოდეს, აი ესე პირველი გულის ზედა ნაწილში უნდა იყოს, რომ იცი რა ცხონება მინდა რა. თუ ადამიანს ცხონება არ უნდა, ძალიან ძნელია უთხრა, რომ შეინან, იმიტომ რომ რისთვის, აი წეღან რას თქვი, ამდენი ტკივილია, ამდენი ის არის ესა და რაღა ვინანო, მოკლედ, ანუ რაღაცა კიდე მეტად დავიტანჯო, მაგრამ ჩვენ ერთი რამე გვეშლება, რომ ჩვენ აი ამ წუთის სოფლის მგლოვარებას და მაცხონებენ სინანულს ერთმანეთში ურევთ. სინანული არის, რომელიც ცრემლი მოგდის და გიხარი. გაიხსენეთ პირველი ისეთი ახსარება, თუ გქონიათ ესეთი განცდა, ნელ-ნელა ცრემლიც მოგდის, თავისუფლდები და სიხარული შემოდის გულში. საოცარი სიხარული შემოდის. ანუ ტირი ხარ, თავისუფლდები, რაღაცა თითქოს რაღაცა სიმძიმე გადის, რაღაცა გამარჯვება ხდება შენში, რაღაცა ისეთი სულისკვეთებისა და ისე იგი აი ამ დროს თან გიხარია. აი ეს არის ის, რასაც მაცხონებელი სინანული ქვია, მაგრამ სხვა არის ის, რაზეც ჩვენ აი წეღარას თქვი, საკუთარ წარუმატებლობას და საკუთარ ტკივილებს და იარებს გლოვობთ. აი რომ მე აი რაღაცა ისე იგი არ გამიმართლა, რაღაცა ესეა, ესე და ესე და ამიტომ აი ნახეთ პირველი კარი, ანუ მე უნდა მინდოდეს ცხონება. თუ ადამიანს ცხონება არ უნდა, მაშინ ძნელია მას უთხრა რომ უნდა შეინანოს. ესეც განმარტოთ, მან გიორგი, რას ნიშნავს სულის ცხონება? ანუ მომზადება საკუთარი თავისა იმ ცხოვრებისათვის, რასაც მარადიული ცხოვრება ქვია. ანუ ის მე ჩემში უნდა აღვზარდო ის თვისებები, რაც სახარებიდან არის მოტანიო ჩამოთვალო, თამდაბლობა, მორჩილება, გულმოწყალება, სიყვარული, ხო? მეგობრობა ისეთი, როგორათაც თქვა, საწმინდა წერილში ამოცემ. ანუ ჩემთვის ცხონება უნდა იყოს აი ამ თვისებების მოხვეჭა და წეღარაც გითხარით, ორივე სიტუაციაში ძალიან ძნელია ეს თვისებების მოხვეჭა, ურთულესი ხდება და ანუ მე მინდა ცხონება პირველი. მეორე ხარ, როდესაც მივადექი ამ ცხონების კარს, რომ აი მინდა რომ ეს კარი შევაღო, ხო? აი ელექტრონული ისინი რო ხომ რომ მიადებ, ანუ შეუძლებელია იქ შეხვიდე, თუ კი არ შეიძლება პატიება. ნახეთ რა პატიებას გულისხმობ, განთავისუფლდე თუნდაც იმ წეღარას თქვი, იმ ადამიანებისგან, ვინც შენ თუნდაც ვნება მოგაყენა. ანუ შენ თუ ან მათგან არ განთავისუფლდი და მათ არ აპატიე, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ვილაპარაკოთ მერე სხვა დროს პატიების ფორმებზე. აქ არ არის ლაპარაკი, რომ ადამიანს სხვადასხვა ფორმაა, შეიძლება ადამიანს გადაეხვიო კიდე, მაგრამ თავარია, რომ მისგან მოყენებული თუნდაც ტკივილისგან, რომელიც ტკივილი მოგაყენა, ამ გულისწყმებისგან განთავისუფლდა, იმიტომ რომ მაშინ ამ კარს ვერ შეაღებ. ანუ ნახეთ, მაცხონებელი სინანულის კარს ვერ შეაღებ. ანუ წეხარას თქვით, აი სიხარული რომ მოაქვს სინანულს, მაგ კარს ვერ შეაღებ, თორემ გლოვარებას კი, ანუ რომ სუმუდმივად ეს გულისწყმა დაგჭება, რომ აი იმან რომ ატკინა, ამან რომ ესე გამიკეთა, იმან რომ ესე გამიკეთა, ამაში დარჩები, ანუ გლოვარებაში შენი წარუმატებლობისა, მაგრამ თუ შენ გინდა რომ ცხონდე და ცხონება მაცხონებელი გლოვარებისა და სინანულის გარეშე შეუძლებელია, შენ უნდა გეჭიროს ხელში ბარათი, რომელიც არის პატიების ბარათი, რომ შენ შეგეძლოს განთავისუფლდე ამ წუთის სოფლისგან,
მომყავს კიდე მაგალითად, რასაც იძახის მაცხოვარი, რომ თუ კი შენ გინდა, ანუ როცა ილოცებ, შედი შენ საუნჯეში, ამ საუნჯეში ვერ შეხვალ მაცხონებელ საუნჯეში, თუ კი არის სწავლე პატიება. თუ არ შეგიძლია აპატიო მთელ სამყაროს, თუნდაც ძალიან მძიმე მოყენებული ტკივილები, ხო? და თუ ეს შეგიძლია, დაადებ ამას და შედიხარ ამ იღება ეს კარი და შედიხარ. ეხლა, როდესაც შევედით ამ კარში, რა არის ყველაზე მთავარი, ხო? როდესაც შევედით ამ კარში, ვიწყებთ უკვე საკუთარ თავში ჩაღრმავებას და დანახვას რეალურად არა ვიღაცის იმან გამიკეთა, ამან გამიკეთა და ამიტომ და იმიტომ კი არა. არამედ ხედავ უკვე მე რა დავაშავე, მე როგორი ცოდვა მაქვს, მე რა და აი აქ შემოდის გააზრება უნდა მოხდეს ერთი რამისა, რომ ცოდვა არ არის იურიდიული ფაქტი. ცოდვა არის საკუთარ თავზე მიყენებული ჭრილობა, ანუ საკუთარი თავის დაზიანება. და აი ამ დროს ხვდები, რომ აი სული თითქოს აი შიშვლდება და ხვდები, რომ აი დაზიანებული ვარ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პირობითად ცუდ სამყაროში ვცხოვრობ, ხო? ჩემში თურმე შურია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაჭირვებული ვარ, ხო? ვერცხლის მოყვარე ვარ. ანუ წარმოიდგინე, ღატაკი ვარ, მაგრამ ვერცხლის მოყვარე ვარ. წარმოგიდგენთ, არა მაქვს, მაგრამ ვიღაცას გონია, რომ შეიძლება ღარიბი რო ადამიანი, ხო? იგი თავისუფალია, ისე იგი სიმდიდრე, არა პირიქით. ხედავ, რომ უკიდურესად ისე იგი აი მონურ მდგომარეობაში მუშაობ, შეიძლება აი რაღაცა ბოდიში ამ გროშებზე მუშაობ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს თავმოყვარეობისა და დიდების მოყვარეობისა, რომ არანაირი ჩემში აი არანაირი სიმდაბლე არ არის. ხო, თითქოს უნდა ჩემი გარეგნული ფორმა მსახურებისა, რაც მე მაქვს, თითქოს განაპირობებს, რომ მე უნდა ვიყო შინაგანად მდაბალი, მაგრამ უბრალოდ გარეგნულად დაბალი ვარ, მაგრამ ერთხელ ერთ-ერთი მოაზროვნე იტყვის, რომ მონაო ოცნებობსო არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზეო. ანუ ხვდები, რომ შევედი, ხვდები, რომ ანუ არა მხოლოდ თავმდაბალი ვარ, არამედ მე რომ მომეცე საშუალება იმ ჩემი უფროსის ადგილას ვიყვე, მე უფრო მეტად დაუნდობელი ვიქნებოდი იმ ჩემი ქვეშევრდომების მიმართ და ანუ ეს არის გულწრფელობა, აი გახსოვთ, რო თქვით, დოჩანაშვილი ეძახს ჩაძინების წინ არის წამი, როდესაც ადამიანის ხარაც. აი ამ დროს არის გულწრფელობის პერიოდი, აი ხვდები, რომ ცოდვა, რომელიც ანუ აღარავინ არ გახსოვს ამ დროს, რომ ვინ რა გაგიკეთა, ამ დროს ხვდები, რომ შენ რა მდგომარეობაში ხარ, რა გაქვს, ცხონებიდან გამომდინარე, რა თვისებები გაგაჩნია და რა არ გაგაჩნია მოკლედ ადამიანს. აი ამ მდგომარეობამდე მოკლედ ადამიანი ასე მიდიხარ და ნუ მოკლედ აი თუ ეს განცდა გეუფლება, შემდეგ აი საოცარი ესეთი აი თავისუფლებას გრძნობს ნელ-ნელა. აი ღმერთიც მოდის მე, აი ღმერთიც მოდის. ამ დროს იბადება ლოცვა. აი ამ მხოლოდ ამ დროს იბადება ის ლოცვა, რომელსაც აი ჩვენ ვეძახით, რომ აი მართლა საუბარია ღმერთთან. ანუ სხვა შემთხვევაში ეს ჩვენი გულისთქმები, რომელიც შინაგანად გვაქვს ეს გულისთქმები, ხო, ესენი აი გვიღობავენ, ძალიან გვიღობავენ გზას, რომ მოკლედ რაღაცნაირად ადამიანმა შეძლო ისე იგი აი რაღაც სიხარული ქრისტიანობიდან განცდილი სიხარული. მე ვეუბნები ხოლმე ადამიანებს ვუყურებ აი დამანახე რომ ქრისტიანი რო ხარ გიხარია და ამიტომ აი სულ ჭმუნვაში ვარ ჩვენ აი რაღაცა სულ დაღვრემელი სახეებით დავდივართ, იმიტომ რომ აი წეღარას თქვი, აი ამ გლოვარებაზე ვართ, აი ეს წუთისოფელი იმდენად დატანილი ვყავართ, რომ ვერ ვჯობნით. ანუ ვერ ვჯობნით წუთისოფელს. არავით უფალი გახსოვთ იძახის, რომ ნუ გეშინიათ რამე თუ მე მიძლევია სოფელსა და რას ნიშნავს სოფლის ძლევა, იმიტომ რომ მაცხოვარმა ჩაწყვიტა ყველა ძაფი, ყველა ბერკეტი, რომელსაც შეეძლო, წუთისოფლის ბერკეტი, რომელსაც შეეძლო ეთამაშებინა მაცხოვარი. ანუ ნუ ეხა რა თქმა უნდა ვინმე იტყვის, რომ ის ბუნებით ღმერთი იყო და ჩვენმა, მაგრამ ზოგადად გზა გვიჩვენა, უფალმა გვიჩვენა და ჩვენ დიდი წმინდანები გვყავს მამები, რომლებმაც მოკლედ ეს ყველაფერი შეძლეს და. აი, როდესაც თქვით მამ გიორგი, რომ თუ სინანული ადამიანს არ გააჩნია შესაბამისად ის უფრო მეტად დამძიმებული არის, ხომ და ის ცრემლი, რომელიც მოსდის ადამიანს ამ დროს სინანული თავდაპირველად თითქოს როგორი მძიმე არის, ხომ, მაგრამ მე თანდათან რაც უფრო მეტად სინანულს განიცდი, უფრო და უფრო მსუბუქი ხდება და თანდათან თითქოს მხრებში უფრო თავისუფლად იშლები და ლოცვის დროსაც ასე არის. შეიძლება თავიდან
ძალდატანებით წაიკითხო ვთქვათ და გაგიჭირდეს ამ სიტყვების სიმძიმე იყოს შენთვის და შემდგომ უკვე როდესაც პატიებაც შეგიძლია თანდათან გრძნობ ამ სიტყვების ნათელ მხარეს თუ რისთვის არის ეს ლოცვა და როგორ გეხმარება ადამიანს რომ შენი სული შემსუბუქდეს. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აი მე ამისთვის შეიძლება მხოლოდ თავი დაგაწირო. ანუ აი აქ უკვე შემოდის როგორიც აი ქრისტიანული ცხოვრების მთელი აი საზრისი შემოდის. ამ დროს განიმარტება სწორად ლიტურგიაც, რატო უნდა წავიდე წირვაზე. ამ დროს განიმარტება, რამდენჯერ უნდა ვეზიარო. მოკლედ აქ უკვე აღარ გჭირდება ადამიანს მითითება ამდენჯერ და იმდენჯერ, იმიტომ რომ ხვდები რომ აი ეს არის მთელი სიცოცხლე და ცხოვრება არის რა და აი ამიტომ ვიძახი რომ აი იქ თუ ვინმე იქ ნამყოფი არ არის და სამწუხაროა რომ ჩვენ ამას შეიძლება ზოგი არც ვეძებთ, არც ვფიქრობთ, აი ხშირად ადამიანები ტაძარში მოდიან, აი ცრემლსაც უღრიან და მე რაღაცა ბევრჯერ ვისაუბრია, მაგრამ აი სულ რაღაცა მინდა ხოლმე უთხრა რომ ეს ცრემლი არის საკუთარ წარუმატებლობაზე დაღვრილი მეტად ცრემლი, რომ აქ არ გიმართლებს, აი ამ წუთსოფეში რაღაცა აი არ გაგიმართლა რაღაცა და იქნებ ეს ცრემლი გადაიქცეს აი ნამდვილ ისეთ სინანულის ცრემლად და არა ვინმესთვის, ეს ხო არავის არ ჭირდება. საქმე ესა რომ ვიღაცას გონია რომ ჩვენ რომ ამას ვინმეს ვასწავლით, რომ ეს ანუ ისე იგი პატრიარქს ჭირდება, ან სინოდს ჭირდება და ან მოდელს ჭირდება. უბრალოდ განიცადე ეს და მიხვდები რომ მიუხედავად ყველაფრისა თავზე რო გენგრეუდეს ყველაფერი გექნება საბაბი, საყრდენი, რომ ადამიანმა რაღაცნაირად მიუხედავად ყველაფრისა სიხარული განიცადო და ამ წითლსოფელს არ შეეძლოს ის, მაგრამ ნახეთ აი ერთ რაღაცას მინდა კიდე მივაქციოთ ყურადღება, რომ ზოგადად როდესაც ჩვენ არ პატიობთ ადამიანს, ეს ადამიანს ჩვენ ზოგადად გვანიჭებს გარკვეულ უპირატესობას. აი როდესაც ადამიანს არ პატიობთ, თითქოს ბერკეტი გიჭირავს ხელში და ძალა გაქვს მის მიმართ და თუკი შენთვლი, ნახეთ თუკი შენთვლი რომ მთელი სამყარო დამნაშავეა შენს წინაშე უფრო ძლიერი ხარ თითქოს ანუ აი შინაგანად ხარ ვიცი რამე კარგი ვარ და ყველანი მე მებრძვიან და აი ამაზე უარის თქმა ვიცი როგორ უჭირს ადამიანს აი უთხრა ადამიანს რომ განთავისუფლდე მე შენ გპატიობ და ძალა რომელიც მე მჭირდება როგორც ქრისტიანს აი იქ სადაც წერხან იქ შევიდე და იქ მოვიპოვო ეგ ძალა ამიტომ აი ამისგან უნდა ვისწავლოთ ქრისტიანებმა განთავისუფლება რომ ჩვენ მუდმივად რაღაცნაირად აი რაღაცაზე აი ეს გულის თქმები გვაქვს ნაწყენები ვართ ვიღაცაზე ესე აი სულ რაღაცა თითქოს როგორც ავთქვი დევნილ მდგომარეობაში ვარ და ამაში თითქოს ესეთი აი რაღაცა ისეთი ძალა მოდის ადამიანში რაღაცა გაურკვეველი ძალა მოდის რომელიც რაღაცა შემართებას აი ბრძოლის უნდა და ჭირდება დილით რომ გაიღვიძოს წამოდგეს რაღაცა ესეთი აი ძალა ჭირდება და აი ის სხვა ძალა არის ანუ ეს ქრისტიანული რაღაცა მაგრამ თუ დავფიქრდებით მამ გიორგი ჩვენ საკუთარ ცოდვებს შესაბამისად აღარ გვექნება იმისი დრო ვიფიქროთ სხვაზე თუ სხვა მრაზიანი მოგვაყენოს სხვა როგორი ქცევა და განკითხვაშიც არ ჩავარდებით შესაბამისად რთული გზა რთულია კი ქრისტიანობა ანუ ეს არის ძალიან რთული გზა და ამიტომ ადამიანი უფრო გარკვეულწილად ირჩევს იმ გზას რომელიც თავისთავად იოლად დღეს ხო ესია იოლად უნდა ადამიანს ყველაფერი ანუ გამდიდრებაც იოლად უნდა რატო თამაშობს ადამიანი ახალგაზრდა ადამიანები მიდიან და თამაშობენ რატო იმიტომ იოლად უნდა გამდი ანუ შრომა არ მინდა და იქნებ სწრაფად შეიძლება რაღაცა მოკლედ გამდი სოდვების გამოსყიდვაც იოლად გინდა ხოლმე ჩვენ გონია რომ თუ დაუშვოთ აი სიტყვაზე მივედი ახსენებაში თქვი და მურჩა ეს ცოდვა თუმცა ჩვენ ვიცით სწავლებისგან წმინდა წერილის თუ წმინდა მამათა სწავლებისგან რომ ცოდვა ასეთი მძიმე შედეგი მოყვება რომ დიდი შრომა უნდა დიდი ძალისხმევა რომ შენ ეს მოიშორო აი ახსარების თემა თქვენ ახსენეთ რამდენჯერმე და ცოდვის განცდის მნიშვნელობა ძალიან დიდი ამ დროს რა შემთხვევა როცა ჩვენ ვამბობთ ცოდვას ახსარებაში მაგრამ განცდა თუ კარგად დავფიქრდებით შეიძლება არ გქონდეს და ვიძახი იმიტომ რომ აი ვიცი რომ გავაკეთე და ვიცი რომ თქვა მაგრამ ცინანულის საიდუმლო ქვია ახსარებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ მე განვიცდე ამას და მე როგორც ვთქვით ახსარების თელი აზრია რომ მე ეს აღარ გავაკეთო შევეცადო აი რა ხდება ამ დროს რომ შეიძლება არ განვიცდიან ბევრისგან მომისმენია თავში დაგვნიშნე რომ რა ვთქვა რატო დავწერე როცა მე არ მოგცნო მე არ ვთვლი რომ ეს დანაშაულია და რატო დავაღიარო ნახეთ აი როგორ რაღაცა იცი თუ მე ცოდვას აი ზუსტად ამ ცოდვის იმას უყურებ როგორც იურიდიულ ფაქტს ისეთი არაფერი დამიშავებია რაც მე დამიშავეს
გამიგეთ, ამიტომ განცდაც არ მაქვს. მაგრამ თუ მე ჩავფიქრდი და თუ მე საკუთარ სულზე, ცხონებაზე და საკუთარ სულზე ფიქრი დავიწყე, მაშინ ხვდები, რომ დაზიანებულია ჩემი სული. და ამიტომ ამ დაზიანებისგან მინდა განვიკურნო. და თუ კი ამ დაზიანებისგან განკურნება მინდა, მაშინ შესაბამისად, მუდმივ შრომას მოითხოვს ეს და ახსარების თქმასაც ხო განცდიდად, მაგრამ მე მაინც ფიქრობ ერთ რამეს, რომ სანამ მოძღვართან მივდივართ, რა არის ახსარება? ახსარება არის ის, რომ მივედი მამაოსთან სასულიერო პირთან მეუბნები. მამაო, ეხლა მე შენ უნდა მოგიყვე იმ ადამიანზე, რომელიც მე უკვე აღარ ვარ. უკვე მომხდარი უნდა იყოს შენში გარდატეხა გამიგე. შენ უკვე განცდილი უნდა გქონდეს, რომ მაგან უკვე რა გაგიკეთა, რა მოგაყენა, როგორ დაგაზიანა. თუ შენ ღვთისმცნებების მიხედვით არ გაიაზრე საკუთარი თავი და არ განიცადე რა მოხდა, სასულიერო პირთან მივდივარ უკვე ამ სინანულის, როგორ გითხრათ, იცი, უკვე კურნებისთვის მივდივარ, რომ როგორც გამოცდილმა ექიმმა, უკვე ის რომ მე დავზიანდი, ის რომ მე ხა ფიზიკურად რო იყო, ის რომ მე თითი მტკივა პირობითად, ხო? ეს უკვე მე დავრწმუნდი გამიგე. მაგრამ ახლა მივდივარ ექიმთან, იმიტომ რომ იმან დაადასტუროს, დაადასტუროს ტკივილი კი არა, უბრალოდ მითხრა, საიდან იქნა ეს ტკივილი გამოწვეული, როგორ იქნა ეს ტკივილი გამოწვეული, როგორ გავაკეთო, რომ შემდეგში, განიკურნოს და მე შემდეგში აღარ ვიტკინო ეს თითი, ხო? სასულიერო პირთან მისვლა ეს არის უკვე კურნების პროცესის დაწყება, მაგრამ ჩვენ ხშირად იმედებს ვამყარებთ იმაზე, რომ მე განცდა არ მინდა, იმიტომ რომ წეღა როგორც გითხრა, იმდენი ტკივილები მაქვს და იმდენი ისა მაქვს, ახლა მე თვითონ კიდე ამაზე იმას და სასწრაფოდ გამოსავალს ვეძებ და სწრაფი გამოსავალი არის, მოკლედ დავწერე რაღაცა ეს ახსარება და მივაწოდე და მამაო, რა ვიცი, ეს არის და რაღაცა ქენი, მოკლედ, ისე იგი, ხო და როგორი რაღაცა იცი, შემარიგე ღმერთთან როგორ რაღაცა, თითქოს ადამიანი გრძნობს ნაპრალს, ცოდვას ოდესაც ჩავდივართ ჩვენ, ახლა გრძნობთ იმას, რომ ღმერთსა და ჩვენ შორის რაღაცა თითქოს ისე იგი რაღაცა დისტანცირება მოხდა და ამიტომ მინდა რომ სასწრაფოდ რაღაც აღვადგინო ეს დისტანცირება და ამიტომ მივდივარ ისე იგი სასულიერო პირთან და მოკლედ ეს თავარს არ გვაძლევს და თან გადის წლები გადის და ძახომ რომ ნეტა თითქოს უფალი გველოდება რომ დღეს მაინც ამისთვის მოხვედი მიხდი ნეტა რაღაცას მიხდი და რაღაცა კიდევ ვიძახია ჩვენი ყველაზე რთული მდგომარეობა არის რომ ამ სამყაროში რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ ხო არ გვაძლევს ამ ნამდვილი სინანულის საშუალებას რა და როგორღაც ამისგან უნდა განთავისუფლდეთ როგორღაც ამისგან ამაში ალბათ ხელს გვიშლის ისიც რომ გაზრებული არ გვაქვს მთავარი რომ გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი ვითარცა თავითვისი და ეს რას გულისხმობს რომ არ უნდა მოგვექცეთ სხვას ისე როგორც არ გვინდა რომ მოგვექცენ ჩვენ და შესაბამისად ამს თუ გავიაზრებთ ბევრი ცოდვისგან შევიკავებთ თავს თავისთავად ნამდვილად მაგრამ ნახეთ როგორ არის სწორად თქვით როდესაც ეს აღესრულება როგორ იცით რომ მე როდესაც ვაკეთებ ას მაგრამ როდესაც მე იქიდან ესე ვთქვათ ადამიანისგან ხო მოყვასისგან ესე რომ ვთქვათ გძნობ რომ ის მიშავებს რაღაცას მეც ვამართლებ სამწუხაროდ ესაა რომ მეც ვამართლებ უკვე რომ მეც შეიძლება რაღაც ესეთი გავაკეთო რომ მოკლედ ესე იგი იმანათი დამიშავა და მე როური დაუშავო არ არის და ამიტომ მეც კარგავ ამ სიყვარულს და ეწევან ამაზე ვსაუბრობ ზუსტად რომ ადამიანებისგან მოყენებული გარკვეული ტკივილით ხო გვიშლის ხელს იმაში რომ ჩვენ ნამდვილი ესეთი სიყვარული ვისწავლო და ჩვენ აღარ მივაყენოთ საპირისპირო ტკივილი ამიტომ ნახეთ როგორ თითქოს ამისგან თავის უფლები არა ვართ. მეც უნდა მივაყენო, იმა რომ მომაყენა ტკივილი, მეც უნდა მივაყენო და ისმის კითხვა მოგებული ვინ არის. შენც ვერ ასრულებ იმ ცნებას, რომელიც მოცემული გაქვს და ისიც ვერ ასრულებ. და ისიც უნდა გავიაზროთ ალბათ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება იგივე სიტუაციაში ჩვენც ჩავარდეთ ხოლმე ამაგერ. აუცილებლად. ამიტომ ქრისტიანობა რა არის საბოლოო ჯამში, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ, ყველა ურთიერთობებზე, ყველა ტკივილებზე, მათ შორის ოჯახურზეც, იმიტომ რომ ოჯახში ხო არის ხშირად ისეთი არ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ სულიერ ცხოვრების რაღაცა ბოლომდე აღსრულება შეიძლება შეგვიძლია. იქიდანაც კი უნდა შემეძლოს განმარტო. რომ აწყენა ყველაზე საყვარელმა ჩემთვის,
ადამიანმა შვილმა თუნდაც ან მეუღლემა წყენინა ხო უნდა შევძლო აი ამ წყენისგანაც განთავისუფლდე და შევიდე იქ სადაც უკვე მარტო მგლოვარება შეძლო იქ ხდება აღდგენა იქიდან გამოდიხარ როგორ იცი იქიდან გამოდიხარ უკვე იმ ადამიანის მიმართაც უკვე სხვანაირი მაგრამ თუ შენ ეს გულის თქმა შეიყოლე იქ თუ შენ ჯერ არ გაგიღება ის მაცხოვნებელი სინანულის კარი არ გაიღება გამორიცხულია და შეხვალ ფიზიკურად შეხვალ სადღაც განმარტოვდე მაგრამ გულის თქმები მოკლავს ისევ მაგაზე იფიქრებ ანუ თავისუფალი არ იქნები იმისგან ვინ რა გითხრა ვინ რა დაგიშავა ან იქნები თავისუფალი და ეს გულის თქმები რომელიც შინაგანად ადამიანში ტრიალებს შეიძლება ლოცვასაც კითხულობდე მაგრამ ეს გულის თქმები გონების გაფანტვაზე რო ახონო ლოცვა ანუ ეს გულის თქმები გაგიტაცებს გამოხვალ და ნუ ყველა ალბათ მერაზეც საუბრობ ალბათ თქვენ თვითონვე დაადასტურებთ რომ ლოცვიდან გამოდიხარ და არანაირ ცვალებადობას ვერ ხვდები იგივე მდგომარეობაში ხარ თუ არა შეიძლება უფრო მეტად გაღიზიანებულიც კი გამოხვიდე იმიტომ რომ ორი რაღაც დაეჯახება შენს გონებაში და ეს ხშირად ადამიანში უფრო მეტ ფორი აქვს იწვევს ესე რომ თქვა და შფოთი შემოდის იმიტომ რომ აქედან წამოსული ნეგატივისგან ვერ განთავისუფლდი აქედან ახლა ლოცვა თავისთავად ამ სიმშვიდის მადლს მოედანს და ეს ორი რაღაცა როდესაც დაეჯახება ადამიანის გონებაში ხშირად უფრო შფოთიანი გამოდის და მე მინახავს ადამიანები ლოცვიდან გამოსული უფრო მეტად დაპირისპირებულან იმ მეორე ანუ ვისთანაც მანამდე შეიძლება ან კამათი ქონდათ რაღაცა რომ აი მანამდე უფრო თითქოს დაბალანსებულიყო ამიტომ აი მთელი ქრისტიანული ცხოვრების წესი არის ეს რომ აი ვისწავლოთ აი ეს მდგომარეობა საკუთარ თავთან განმარტოვება საკუთარ თავთან დარჩენა და საბოლოოდ აი ამ წუთი სოფლის გულისთქმებისაგან მოკლედ განთავისუფლება დიდი მადლობა მამი გიორგი მადლობა გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეგანოზი გიორგი კალენიძე გვესაუბრებოდა 9 საათია მოვისმინოთ ახლა უფლისადებელი ლოცვა ერთად აღვავლინოთ და შემდგომ უკვე დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე
გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო თემით. დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის შესაქმნელად. თუ როგორი უნდა იყოს ეს გმირი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ზოგადად ვის აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, უფრო მეტს, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდიის სტუმარი ქალბატონი ნატა სულთანიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი მოგუყვება. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. ძალიან საინტერესო და სახალისო და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო თემა გვაქვს განსახილველი. ვისაუბროთ ამ კონკურსის შესახებ, თუ რას მოიცავს იგი თავის თავში და რა მიზანს ემსახურება. კი ბატონო, სიამოვნებით, კონკურსის თემა გახლავთ საქართველოს ეროვნული პარკებისთვის სახასიათო გმირის შექმნა, პერსონაჟის შექმნა, რომელიც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დაკავშირებული უნდა იყოს თემატურად საქართველოს ეროვნულ პარკებთან, დაცულ ტერიტორიებთან და შესაბამისად ეს გმირი, დადებითი გმირი უნდა ასახავდეს საქართველოს ჩვენი ქვეყნის დონეზე, ასე ვთქვათ, ბიომრავალფეროვნების შესახებ, გარემოს დაცვის შესახებ რაღაც გარკვეული ინფორმაციებს უნდა ავრცელებდეს, მესეჯებს უნდა ავრცელებდეს და იმისათვის რომ საზოგადოების მეტი ინტერესი გამოიწვიოს, თავისი ქცევით უნდა გამოირჩეოდეს იმგვარად, რომ დადებითი პერსონაჟი იყოს და თან სამაგალითო იყოს და ჩართოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა, როგორ უნდა დავიცვათ გარემო ერთად. როგორ უნდა ჩართოს საზოგადოება, მან ძალიან საინტერესოა და ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში.
კი ბატონო, კონკურსი არის ღია. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც შეუძლია წარმოიდგინოს თუ აი რა სახასიათო გმირი შეიძლება იყოს გარემოს დაცვის სფეროში დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებით და შესაბამისად შეუძლია ასე ვთქვათ კარგად ხატვა, ესკიზების შექმნა და ასე შემდეგ. სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლია მოსწავლეებსაც დიახ, შეუძლიათ რომ ჩაერთონ 18 წლამდე და 18 წლის ზემოთ. 18 წლის ზემოთ გულისხმობთ რომ მას უკვე პროფესიული გამოცდილებაც აქვს, ცოდნაც მიღებული გარკვეულწილად და შესაბამისად ცოტა სხვა ვთქვათ, დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო ევალება, ხოლო 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისათვის შედარებით უფრო გამარტივებული წესი იქნება და ერთადერთი რაც იქნება მშობლის მხრიდან თანხმობის წერილი, რომ თანხმა მის საშუალება მიიღოს მონაწილეობა ამ აღნიშნულ კონკურსში. უფრო რომ წარმოდგენა შეგვიქმნას, რას ნიშნავს ეროვნული პარკისთვის სახასიათო გმირი? აი, რას გულისხმობ დაახლოებით რომ წარმოგვიდგენინოთ, უფრო მეტად რომ განმარტოთ. კი ბატონო, სიამოვნებით. შეიძლება უკვე ტელევიზორთან დაიწყოს უნდა გმირი. ვინმე დაიწყოს შეიძლება მონიშნა სიამოვნებით. დაცულ ტერიტორიების ზოგადად ემსახურება რა თქმა უნდა გარემოს დაცვას. გარემოს დაცვის სფეროში დაცულ ტერიტორიების არსებობა ზოგადად ეს არის ერთ-ერთი უნიკალური მექანიზმი იმისა თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნებრივი ფასეულობა და ბუნებრივთან ერთად კულტურული ცხადია. ჩვენი ადათ-წესები, ყოფა-ცხოვრება, ისტორია, კულტურა ყველაფერი აქ ერთად რეგიონში ასე ვთქვათ არსებულ ბიომრავალფეროვნებაში არის თავმოყრილი. და შესაბამისად ყველა დაცული ტერიტორია იქნება გარკვეული მიზნისთვის, რომელიღაც გარკვეული სახეობა უნდა გადავარჩინოთ, გარკვეული ასე ვთქვათ ლანდშაფტი არის დამახასიათებელი ბუნებრივი ჰაბიტატი, ანუ სადაც არსებობს ეს ბუნებრივი ასე ვთქვათ სახეობები, სადაც არის გავრცელებული და შესაბამისად მასთან დაახლოვებული უნდა იყოს ეს პერსონაჟიც. აი მაგალითად ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკისთვის დამახასიათებელი არის მაგალითად ვამბობ, ახლა შეიძლება მაყურებელმა და ვინც კონკურსში უნდა მონაწილეობა მიიღოს სხვა პერსონაჟთან გაცხადია რა თქმა უნდა, ფოცხვერი მაგალითად. ვაშლოვანის ეროვნულ პარკში იცით რომ ლეოპარდი იქნა აღმოჩენილი. რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე ყავს ირემი მაგალითად, რომელიც არაჩვეულებრივი ასე ვთქვათ წითელი ნუსხის სახეობა ამავდროულად. ჯიხვი გავრცელებული და ასე შემდეგ. სხვადასხვა ცხოველი. ის კრიტერიუმები რის მიხედვითაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და შემდგომ შეფასდეს უკვე კონკურსანტი, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ ავირჩიო ირემი, მაგრამ იმ კონკრეტული პირობებისთვის, ვთქვათ, რისთვისაც არის გამიზნული ეს გმირი, ვერ მოხერხდეს მისი, ვთქვათ, ან პლასტიკური თვალსაზრისით, ან რაღაც ანუ ვიზუალური თვალსაზრისით მორგება იმ გარემოზე. აი რა კრიტერიუმები არის? კი ბატონო, აბსოლუტურად სწორად ძანეთ, შეიძლება იყოს წარმოდგენილი რომელიღაც სახეობა, მაგრამ არ იყოს სახასიათო, ასე ვთქვათ, გმირად გაწარმოჩენილი. აუცილებლად უნდა იყოს დადებითი პირველ რიგში. დადებითი ემოციას უნდა აღზრდდეს, იყოს დამაკავშირებელი გარემოსა და ადამიანს შორის, რომ რაღაცნაირად ჰარმონია შეივიგრძნოთ, ასე ვთქვათ, გარემოსა და ადამიანს შორის და უნდა აღზრდდეს ემოციას, უნდა იყოს საინტერესო, უნდა იყოს აი მაგალითად დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე ძირითადი მიმართულებები არის. მაგალითად რეინჯერი ასრულებს დაცვის ფუნქციას, პატრულირების დროს აღმოაჩენს სამართალდარღვევას ან ზოგადად იცავს, შეიძლება არ აღმოაჩენოს, მაგრამ იცავს ტერიტორიას და დაკვირვების თვალსაზრისით ეს შეიძლება პერსონაჟშიც აისახოს. შეიძლება ასევე ვიზიტორთა მომსახურების კუთხით ავიღოთ მაგალითად, რომელიც უზრუნველყოფს ვიზიტორების ინფორმირებულობას, მათი გადაადგილების ხელშეწყობას და ცხადია, ასე ვთქვათ, ვიზიტორებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოებაც ამავდროულად. არის ასევე ინტერპრეტაციის სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მენტორის ფუნქცია აქვთ ლექტორის, მასწავლებლის, რომლებიც უზრუნველყოფენ ამა თუ იმ ინფორმაციის სწორად მიწოდებას და რაღაცნაირად ეს სახასიათო პერსონაჟი შეიძლება გამოვიყენოთ. არსებობს ძალიან ბევრი მაგალითი სხვათა შორის მსოფლიოში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 1954 წელს შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში სმოუკი ბიორი, ეს არის დათუნია, რომელიც ასოცირდება ხანძრების პრევენციასთან, ნარჩენების მართვასთან და ეს პერსონაჟი გადაცმულია, ასე ვთქვათ, დათვის ფორმით დადის სხვადასხვა საბიზნეს ჯგუფებში. ძირითადად მაინც ინტერესდებიან ამაში ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და მათთან ერთად ხორციელდება წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, როგორ უნდა დავიცვათ გარემო იმისაგან, რომ ავიცილოთ თავიდან ხანძრები. არის ასევე ბუ უნიკალური, რომელიც ასე ვთქვათ, ისეთ მესიჯებს უშვებს, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში, რომ საზოგადოება ჩართოს იმაში, როგორ უნდა დავიცვათ ნარჩენებისგან გარემო, დრო არ შეიძლება ნარჩენების დაყრა, როგორ უნდა მოვახდინოთ მისი სეპარაცია, დახარისხება, გადამამუშავება და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყანას თავისი ესე დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, ფიგურა ყავს, დამახასიათებელი ეგრეთ წოდებული მასკოტი, რომელიც სხვადასხვა მესიჯებით და გზავნილებით როდემდე არის მიღება, ესეც საინტერესო არის ჩვენი მაყურებლებისთვის.
თავის. კი ბატონო, ზოგადად კონკურსის პირობები ყველა პირობა ადვირთული არის ჩვენი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე და შესაბამისად საბუთების მიღება უკვე დაიწყო. გასტანს 15 ივნისამდე 20 მაისიდან დაიწყო. შემდგომ უკვე შესაბამისი კომისია იმუშავებს ეს თქვა შეფასებაზე და გადარჩევაზე ნამუშევრების და ასე ვთქვათ გეგმის მიხედვით 31 ივლისს რომელიც არის რენჯერთა საერთაშორისო დღე ამ დღეს გამოვლინდება გამარჯვებული. როდის შეიძლება შედეგები ვიხილოთ უკვე დაცულ ტერიტორიებზე ეს გმირები რომელიც შეიქმნება სახელმწიფო გმირებით როდის შეიძლება გიმასპინძლონ მათ? დაცულ ტერიტორიებზე ნებისმიერ დროს გიმასპინძლებთ ცხადია, მაგრამ მასკოტთან ერთად უკვე 31 ივლისის შემდგომ, როდესაც უკვე შედეგები გვექნება სახეზე და ჟიურის მიერ გამოვლენილი იქნება უკვე რომელიმე ერთი პერსონაჟი, რომელიც ჩავთვლით, რომ ასე ვთქვათ, აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, არის დადებითი, არის ემოციური, არის ასე ვთქვათ, დამკვირვებელი და შეუძლიათ დადებითი ემოციების აღძრა საზოგადოებაში. მე მგონი ეს არ ვიცი, ამას გიფიქრია თუ არა და ერთგვარად არის თუ არა ესე ჩადებული, მაგრამ შესაძლოა ამან გააჩინოთ კიდევ ერთი მომენტი, რომ თუ აქამდე შეიძლება არ ვაქცევით ყურადღებას, აი რომ გავიგებ ვიღაც მოყვება დამხვდა, სიტყვაზე გამიჩნევს, რომ მოდი წავიდე ვნახო, აბა როგორია ეს გმირი, როგორ მიყვება, ანუ კიდევ უფრო მეტი სრული გააჩნდეს ჩვენ წავიდეთ დასულ ტერიტორიებზე. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, ასე ვთქვათ, გმირის ძირითადი დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ კი ბატონო, რომ დაგვაინტერესოს პირველ რიგში, მომინდეს მეც რომ ისნაირად მოვიქცე დადებითად და რადგან დადებითი არის, რაღაცნაირად მიმბაძველობითი, ასე ვთქვათ, მხარეც აქვს ცხადია და განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, გამოყენება ხერხს აქვს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით, ვიზიტორთა მომსახურების კუთხით, რომ უფრო მეტად გავაზიაროთ ვიზიტორთა ინფორმირებულობა და რა თქმა უნდა დაცულ ტერიტორიების ეროვნული პარკების იმიჯს. ვინაიდან ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა როგორც სკოლის მოსწავლე სტუდენტს, ასევე ზრდასრულს, ვინც უკვე ვთქვათ გარკვეული პროფესიით და მიმართულებით უკვე მუშაობს ხო? რამდენად მარტივი იქნება გამარჯვებულის გამოვლენა, იმიტომ რომ სკოლის მოსწავლე პატარა შესაბამისად უფრო სხვანაირ ნამუშევარს წარმოადგენს, ვიდრე პროფესიონალი. აი ასეთ შემთხვევაში რის მიხედვით ხდება გამარჯვების გამოვლენა? გამარჯვებულის. გეთანხმებით, საერთოდ ზოგადად კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული, მაგრამ ძალიან რთული არის და ჩვენ მქონია ძალიან ბევრი კონკურსი ვატარებთ ხოლმე სხვადასხვა თემატიკის და ძალიან რთულია შერჩევა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ნამუშევრები შემოდის ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება თვითონ ნამუშევრების, ასე ვთქვათ, მოწოდებულ ფორმატზე და ის კრიტერიუმები, რაც უნდა იყოს აუცილებლად დაცულ ტერიტორიების თემატიკით, გარემოსდაცვის მიმართულებით და სახასიათო გმირი, რომელიც აუცილებლად უნდა ასახავდეს ამ თუ იმ ეროვნული პარკის, ასე ვთქვათ, მაცხოვრებლებს ბინადართ და არ უნდა იყოს ამოვარდნილი კონტექსტიდან ამავდროულად ამაზეც რომ გავუმოხილოთ ყურადღება კარგი იქნება, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენთან არ არის გავრცელებული აქლემი, მაგალითად არ არის ჩვენთან გავრცელებული სპილო და ეს არ იქნება ჩვენთვის დამახასიათებელი, მაგრამ აფრიკის ეროვნული ქვეყნებისათვის, აფრიკის ეროვნული პარკებისათვის ცხადია ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და სავიზიტო ბარათი არის სპილო, ხო? ჩვენთვის უფრო, ასე ვთქვათ, საქართველოში გავრცელებული ბიომრავალფეროვნება ამჟამადელი მდგომარეობით ჩვენ საქართველოში გვაქვს 100 დაცული ტერიტორია, ყველა არის უნიკალური, იმიტომ რომ ყველა რეგიონი განსაკუთრებული გვაქვს საქართველოში და შესაბამისად დაახლოებით 930,000 ჰექტარი არის მთლიანად ჩვენ დაცულ ტერიტორიების ფართობი, რაც ჩვენი ქვეყნის 13.5%-ს იკავებს და ყველა ეროვნული პარკი და ყველა დაცული ტერიტორია რაღაც განსაკუთრებულ მიზანს ემსახურება, როგორც აღნიშნე, იქ არის განსაკუთრებული სახეობა გავრცელებული. ამის შესახებ ინფორმაცია ადვირთული არის, დოკუმენტაციასთან ერთად შეუძლია დაინტერესებულმა პირმა იქ გადახედოს ინფორმაციას, თუმცა საიტზეც და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში დაცულ ტერიტორიების შესახებ ბევრი ინფორმაცია იძიება, რა დაეხმარება იმედი მაქვს ჩამოყალიბდეს, ასე ვთქვათ, იდეის კონცეფციის. რაც შეეხება ჯილდოს, ესეც საინტერესო იქნება ალბათ მაყურებელს. არის ახალისებაც? ახალისებაც არის და არის, ასე ვთქვათ, სოლიდური ჯილდო 20,000 ლარი. ოხ, მშვენიერი. გამარჯვებულს გადაეცემა 20,000 ლარი და ვფიქრობ, რომ ეს არის ნორმალური თანხა იმისათვის, რომ რაღაცნაირად мотиваცია კონდეს, რომ იმუშაოს, დაფიქრდეს და რაღაც საინტერესო იდეები შემოგთავაზოს. წარმატებები თქვენ და წარმატებები მათ ვინ ჩაერთვება ამ ფიქრობ ძალიან კარგ პროექტში და ჩვენ უკვე როგორ თქვი ზაფხულიდან შეიძლება ვიხილოთ ეს სახასიათო გმირები. წარმატებას გისურვებთ და შემდგომ შეიძლება უკვე შედეგებზეც ვისაუბროთ და ვინსად გამოვლინდა. და ვინსაც გიმასპინძლებს. დიდი მადლობა. ნატალია სულთანიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს აგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროსი ხტუნობ და რამდენიმე წუთში დავბრუნდებით და გულდგა ძალიან საინტერესო თემა გელოდებით.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო საჭირო საკითხით. უსინათლო ადამიანებისთვის პირველი ქართულენოვანი ხმოვანი მაჯისაათი შეიქმნა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ბატონი დავით ბიბილეიშვილი, სტარტაპი XSA-ის დამფუძნებელი და რა თქმა უნდა დეტალურად შევიტყოთ მისგან თუ რას ემსახურება ეს ყოველივე. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, საკითხით დაინტერესებისთვის, მივესალმებით ტელემაყურებლებს. ესეც საკითხია, რომელთაც რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყავით ჩვენს და რა თქმა უნდა საზოგადოებაც, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი უსინათლო ადამიანისთვის და უფრო მეტი დეტალი რო გაგვაცნოთ, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ საათმა და კონკრეტულად რა ფუნქციები ექნება. მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში მე მინდა დავიწყო იმით თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ხმოვანი მაჯისაათი უსინათლოებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანი არის დამოუკიდებლად შეეძლოს უსინათლოს დროის გაგება, დროის მართვა და მისი კონტროლი. ერთ-ერთი ხშირად დასმული შეკითხვა უსინათლოს მიერ დღეს არის თუ რომელი საათია. რომელი საათია. და მეტიც სპეციალურ ნომრებზეც რეკავს ზოგიერთი უსინათლო იმისთვის, რომ გაიგოს დრო. ეს იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, თანადამფუძნებლებისთვის мотивация და იდეა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი საათი, რომლითაც დამოუკიდებლად შეძლებდა დროის გაგებას. რაც შეეხება ქართულენოვან ხმოვან მაჯისაათს, ეს არ იქნება მხოლოდ ხმოვანი მაჯისაათი. მას ექნება დამატებითი ფუნქციაც, რომ რელიეფურად ან ტაქტილურად შეხების გზით გაიგოს თუ რომელი საათი არის. ასევე ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? ერთის მხრივ ადამიანები, უსინათლო ადამიანები ინფორმაციას იღებენ ხმით, ხოლო მეორეს მხრივ შეხებით, მაგალითად ბრაილის შრიფტით. ხოლო მაგალითად ხმაურიან ადგილას შესაძლოა ეს ხმოვანი ვერ გაიგონოს, ვერ გაიგოს. ასევე მაგალითად, როდესაც კონფერენციაზე არის, ლექციაზე არის თუ სხვადასხვა ისეთ ადგილას, სადაც ზედმეტი ხმაური, ასე ვთქვათ, მიზანშეუწონელი იქნება, ამ შემთხვევაში შეხების მეთოდი უფრო ოპტიმალური იქნება. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ორივე ფუნქცია ქონოდა საათს. ვისი იდეა იყო ეს და როგორ გაჩნდა ზოგადად ეს იდეა და თავისთავად ამას უკვე ელოდება საზოგადოება, მით უმეტეს უსინათლო ადამიანი, რომელსაც ნამდვილად მჭირდება ეს ყველაფერი და როდიდან არის შესაძლებელი უკვე რომ დღის სინათლე იხილოს ამ პროექტმა და გაყიდვაში ჩაეშვას, ასე ვთქვათ, ეს მაჯისაათი. ეს იდეა ასე თუ რა უნდა გაგვეკეთებინა საერთოდ ჭობის შედეგად დაიბადა, ასე ვთქვათ. პრობლემამ დაბადა რეალურად. რა თქმა უნდა, პრობლემამ დაბადა ეს იდეა და შემდგომ უკვე დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა. რამდენი ხანი მუშაობდით? თვითონ იდეა როდის განხორციელდა, რამდენი რა დრო დაჭირდა იმისთვის, რომ უკვე შედეგამდე მისულიყავით? ამ სადღაც რამდენიმე თვე დაჭირდა იმისთვის, იდეიდან, გეგმიდან უკვე განხორციელების ეტაპამდე მისულიყავით. რაც შეეხება თუ როდის იქნება უკვე საქართველოში უსინათლოებისთვის ხელმისაწვდომი ხსენებული მოწყობილობა, დაახლოებით შემოდგომის პერიოდში უკვე სადღაც ოქტომბრის ბოლომდე არც კი უკვე ხელმისაწვდომი იქნება უსინათლოებისთვის ეს მოწყობილობა და ჩვენ ვცდილობთ რომ მაღალხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ ქართველ მომხმარებლებს. დავით, თუ არის შესაძლებელი ახლა დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, აი პრაქტიკულად დავუშვათ ახლა გვაქვს ეს საათი, აი როგორ იმუშავებს, როგორ შეიძლება თუ ახლა გვისმენენ უსინათლოები, მათაც წარმოქმნა შეექმნათ, როგორ მიხვდებით რომელი საათია, როგორ გავიგებთ? თქვენ თქვით რომ იქ რამდენიმე მექანიზმია, მაგრამ აი დაახლოებით წარმოგვადგენეთ როგორი საათი იქნება. კი ბატონო, მე მაგალითად მიკეთია საათი, რომელიც არის მხოლოდ
ბრაილის საათი, ასე ვთქვათ, რა დროსაც ზედაპირი იხსნება, ხელის შეხების გზით ხვდებით რომელი საათია, ანუ ისრების განლაგებით ხელის შეხების ასე ვთქვათ გზით ხვდებით თუ რომელი საათი არის. მაგრამ ამას ვთქვათ გვერდით რო კონდეს ღილაკი, დააწვევი და დაწოლის შედეგად გამოსცემს ხმას. თუ მაგალითად ეხლა არის ვთქვათ 10-15 წუთი და ასე შემდეგ. ეს დროის თვალსაზრისითაც უფრო მარტივი იქნება, ხო, თქვათ, სანამ საათს გახსნი და სანამ თქვათ ეს ხელის მოძრაობით მიხვდებით, მანამდე ამ ღილაკზე დაჭერით, მარტივად გაიგებ. უფრო სწრაფი იქნება. შეხების გზასთან შედარებით უფრო სწრაფი იქნება, ხმით გაგება. ასევე ამას ექნება მაგალითად ნავიგაცია, ექნება მაგალითად მაღვიძარის დაყენების ფუნქცია და სხვა ტემპერატურის გაგების. კომპლექსური საათი გამოდის. უფრო ბევრი ფუნქციით იქნება დატვირთული. ეს საათი. მქონდათ ალბათ, არ ვიცი, შეიძლება არც დავუშვათ უსინათლოებთან ერთგვარი კონსულტაცია, რომ დავუშვათ აი მოგერგოთ უფრო შენ დროს შეიძლება ერთი იდეა მოვიდეს, მაგრამ პრაქტიკაში რომ გაამართლოს, მქონდათ თუ არა რაღაცა გარკვეული კონსულტაციები ან იდეის დონეზე განხილვები, რომ აი რა უფრო აჯობებდა, როგორი უფრო იქნება შედეგზე ორიენტირებული. ერთი იდეა რომ დაიბადა, მეორეა დახვეწაში რომ გეხმარება კონკრეტულად ადამიანი, ვისთვისაც არის განკუთვნილი. მადლობა ამ შეკითხვისთვის და თქვენ რა კითხვაც დასვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც რაღაც პროდუქტი იქმნება მაგალითად უსინათლოებისთვის, უსინათლოების გარეშე. მე პირადად ასე ვთქვათ, პრეზენტაციაზე ვყოფილი ვარ სხვადასხვა პროდუქტის, მაგრამ როდესაც ვნახე, ფაქტობრივად არ არის გამოსადეგი უსინათლოებისთვის. ჩვენ როგორც მე პირადად მაქვს მხედველობის შეზღუდვა, ასევე ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორს ვისთან ერთადაც ვაკეთებთ უსინათლო პროგრამისტი არის თავად და ასევე ყოველდღიურად აი რომ გითხრათ მაგალითად როგორი ხმა ურჩევნიათ ელემენტარული აქედან დაწყებული ხო როგორი უნდა იყოს საათი თითოეულ ნაბიჯზე გვაქვს კონსულტაცია. მე რა რო თქვათ, მე მხოლოდ მე და მხოლოდ ორ ადამიანს, რომელსაც აქვს მხედველობის შეზღუდვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს თუ რა როგორი უნდა იყოს ჩვენთვის, მაინც საჭიროა სხვა ადამიანებთან კონსულტაციის გავლა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას თავისი შეგრძნება აქვს და ასახვის და გამოსახვის საშუალება, ხო, თავისთავად. იგივე ის ხმა როგორი იქნება და რა ფუნქციებით იქნება დატვირთული. კი ბატონო, მაგალითად ესეთი შემთხვევებიც იყო, ზოგს ქალის ხმა ურჩევნია, ზოგს კაცის ხმა და ასე ვთქვათ, დიდი დილემის წინაშე ვიმყოფებით თუ საბოლოოდ რომელი ხმა გადავწყვეტოთ ქართულენოვან ხმოვან მაჯის საათს რომ მქონდეს. შესაძლებლობა არ არის იმის, რომ ვთქვათ, ორივე ხმა იყოს დამონტაჟებული? ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეგ შესაძლებლობა არ არის, თუმცა სამომავლოდ პროდუქტის დახვეწის პროცესში უკვე ეგეც შესაძლებელი გახდება. ეს როდესაც უკვე ვთქვათ ჩაიშვება რეალიზაციაში თავისთავად მე უკვე გამოვლინდება ის რაღაც ნიუანსები, რომლის გაუმჯობესებაც შესაძლებელი იქნება თავისთავად. რა თქმა უნდა და თან ეს ყველაფერი ფინანსურ რესურსებთანაც არის დაკავშირებული. ჩვენ არ გვინდა ისეთი საათი შევქმნათ, რომელიც უსინათლო მომხმარებლისთვის ხელმიუწვდომელი იქნება. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ თითოეული საკითხი, თითოეული კომპონენტი დავამუშაოთ მაქსიმალურად ისეთი ფორმით და იმგვარად, რომ უსინათლოს აბსოლუტური მორგება იყოს უსინათლოსთვის. არის უკვე განსაზღვრული თუ გაყიდვაში სად იქნება კონკრეტულად ეს საათები და ფასი? მადლობა. ჩვენი კომპანია XS8-ის ასე ვთქვათ, ონლაინ გაყიდვებიც ექნება. და ასევე მისი ღირებულება დაახლოებით ჯერ ვაზუსტებთ მონაცემებს
ტრანსპორტირება და სხვა დამატებითი ხარჯების დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში რომ იყოს, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი იყოს უსინათლო. ყველა შეძლოს რომ მიქონიოს. ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატებას გისურვებთ. შესანიშნავი პროექტია და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ძალიან გამოადგება და დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და საკითხით დაინტერესებისთვის. დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთი პროექტი გექნებათ, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ ამ სტუდიაში. დიახ, მუშაობთ უკვე რამდენიმე პროექტზე და როდესაც ამ პროექტებსაც დავასრულებთ, უფრო მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მუშაობთ, კიდევ აუცილებლად გაგიზიარებთ. გელოდებით ახალი პროექტების შედეგებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დავით ბიბილეიშვილი, სტარტაპ XS8-ის დამფუძნებელი. დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ თქვენთვის ძვირფასი დრო ჩვენ დაგუთმეთ. კაჰა მიქიაშვილი, სოფიო გუჭაო თქვენთვის მუშაობდით. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს და სამუშაო კვირას გისურვებთ. დროებით, მომავალ შეხვედრამდე.